ფინანსების. ლომებს უხდებათ მეორე სახლში, აი რო გითხარით მეორე სახლის თემატიკა ფინანსებთან არის კავშირში. სხვათა შორის ეს არის ასევე კავშირში, იცით რა ისი, რომ მე რამდენად ვღირ ვარ, ისე ვაფასებ ჩემ თავს ფინანსური ნაწილი, რო ვთქვათ, ხო? მაგალითად, თუ არის ადამიანი, რომ აი რაღაც აბალ ხელფასზე მუშაობს, მაგალითად, ნელა შეუძლია თქვას, რომ ვარ მე ღირსი, რომ უფრო მეტი მოვითხოვო ხელფასი, ან იქნებ ახალი გზები მჭირდება ფინანსების მოსაზიდად, იქნებ ახალი საქმე უნდა დავიწყო, იქნებ ახალი მიდგომები მაქვს გასაკეთებელი, რაღაც ახალი მიდგომები არის საჭირო, რომ მე მატერიალურად მყარად დავდგე. ან კომფორტი მქონდეს ელემენტარული, ხო, მეორე სახლი ჩვენთან ეს თემები არის, თვით გამოხატვაც არის, თვით უნარებიც არის, შეიძლება ღირებულებები, მეორე სახლი ღირებულებები არის, იმის მიხედვით ვიქცევით ხოლმე გარემოსთან როგორი ღირებულებათა სისტემაც გვაქვს, ხო? და მეორე სახლი ასევე ამას აჩვენებს, შეიძლება ღირებულებები უნდა შეიცვალოს ადამიანმა, ზოგჯერ ხოლმე შეიძლება თავის ფასი უნდა და ისწავლოს, განაახლოს, ხო, საკუთარი თავის ფასზე წარმოდგენა, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე ემოციური მნიშვნელობით, ხო? და აი ეს ლომებისთვის განსაკუთრებით იქნება აქტუალური. შეიძლება ფინანსური კრიზისიც იყოს, შეიძლება გამოწვევები გააჩნია აქ თუ არის მზე პრობლემურად მაგალითად, ხო, ან დაბნელება რაღაც ისეთ ნეგატიურ ასპექტებს ქმნის, აქ იქნება გამოწვევა ძირითადად ამ ფინანსებთან. და რამაც შეიძლება უბიძგოს, რომ ახალი რაღაც უნდა დავიწყო, თორე მე ამ ძველი მოდელით უკვე აღარ ყოფნის შემოსავალი და უკვე პრობლემები მექნება, ხო? აი ეს ფონი აქვს დაბნელებას, რომ რაღაც სიახლეს ან საჭიროება იქნება დაუცილებლობა, ან უბრალოდ ჩვენ უკვე ნენელა სურვილი გვიჩდება, ხო, აქ სიახლის შეტანის.